მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ, ახლა ესეთი თემატიკა გვექნება. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და გავიგოთ აპირებს თუ არა ქმედებებს თქვენთან მიმართებაში უახლოესი 1 თვის განმავლობაში. პლუს მინუს ვადები საშუალოდ იყოს 1 თვის განმავლობაში. აპირებს თუ არა, იმოქმედებს თუ არა უახლოესი 1 თვის განმავლობაში თქვენი პარტნიორი, ვისაც გაინტერესებთ მის ქმედებები, იმისთვის რომ მეთქოთ რამდენი თქვენია ეს გაშლა. გავიგოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რას რეზონირებთ და თუ ეს გაშლა არ დაემთხვა, გადამდით შემოგვეცეთ და არჩიეთ თქვენთვის სასურველი გაშლა და ლაიკეთ, გამოიწერეთ. ვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოცვლის ბალანსი, ეს არის ერთგვარი გადასახადი თქვენი მხრიდან საერთო გაშლებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩემი გვერდის პროგრესირებისთვის. ამ ახალი გვერდის, იმიტომ რომ ეს ერთადერთი გვერდი დამჩა, წინა დამიბლოკეს და მომიწია ამ გვერდის გაკეთება, გამიტეხეს დამიბლოკეს იცით. და თუ გამოწერილი არ გაქვთ ეს გვერდი და გინდათ რომ ხშირად იხილოთ ხოლმე ჩემი ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ. გამოიწერეთ ასევე ჩემი TikTok-ი გვერდი იქნება თუ YouTube გვერდი იქნება მაქსიმალურად და თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში და პირდაპირ მომწერეთ, გამარჯვებით უნდა იწყებთ, რომ გიპასუხოთ, იმიტომ რომ ბევრი გამარჯვებებია. მიხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ? სიყვარულის ენერგიებში ხართ ახლა. ტოსტასით ეს არის შეყვარებული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც თასიდან გადმოდის ემოციური ფონი, ეს იქნება ძალიან დიდი სიყვარულის ენერგეტიკა, ეს არის შენი გრძნობა, რომ გინდა გაუწოდო და აგრძნობინო და დაანახო და მიაწოდო შენი თასი ადამიანს, იმიტომ რომ გრძნობები გაქვთ უხვი ამ ადამიანის მიმართ, გრძნობები გაქვთ დამბურძგლა უნდა გაჩვენოთ უბრალოდ. სამწუხაროა რომ კამერა ვერ აჩვენებს, აი დამბურძგლა. ახლა ისეთი ემოციური ფონი გაქვთ, რაღაცნაირად აი ესე კიდე ერთხელ დამბურძგლა, რაღაცნაირად აი ესეთი ბურძგლები გაყრით ამ ადამიანის გახსენებისას. ეს იქნება დიდი სიამოვნება, დიდი მონატრება, დიდი ემოციური ფონი. აი ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში და ბევრი ხართ მაყურებელი. ყველას ასე ვთქვათ თქვენი დეტალები გექნებათ იქ რაღაცები, მაგრამ აი ისეთი მდგომარეობა გაქვთ, რომ აი კიდევ და კიდევ მბურძგლავს და მბურძგლავს, ესეთი რაღაც მართლა არ მქონია ჩემი არ მახსენდება უბრალოდ, შეიძლება ერთი ხელ მქონდა და ძალიან ადრე, მაგრამ ესეთი ნამდვილად არ მქონია საერთო გაშლასთან დაკავშირებით, ნამდვილად არასდროს არ მქონია ბურძგლები, ეს შემიძლია 100%-ით გითხრათ. წარმოუდგენელი ხართ პაშპინტაკად, ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაცას შეისწავლეს, შეიძლება ბრძანდებით ახალგაზრდა ასაკის ასე შემიძლია თქვა, მაგრამ გული არ ბერდება და თუ 50, 60 წლის ბრძანდებით მაინც პაშპინტაკლის როლში ხართ, ანუ რაღაცა შეისწავლეთ, რაღაცა ახალი საქმიანობა იქნება თუ თქვენი კერძო ბიზნესი იქნება თუ თქვენი დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, რაღაცის სწავლის პერიოდში ხართ აჩვენებენ, ან რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს რომ თქვენი შვილის ვისაც შვილები გყავთ, თქვენი შვილის სწავლა განათლების სფეროში მაქსიმალურად დებს თქვენ ენერგოცვლას და ერთგვარად თქვენთვის ეს სიამოვნების სფეროც არის, სიყვარულის სფეროც არის, თქვენთვის ეს უხვი ემოციების მომტანია ეს შვილის სწავლა განათლება და ეხლა სასწავლო წელი დაიწყო და არ არის გამორიცხული საერთო გაშლაში რომ რაღაც ნაწილისთვის იყოს ეს ემოციური ფონი თქვენ შვილთან და მის სწავლა განათლებასთან დაკავშირებული, თუმცა მე-18 მაღალი არკანი ამოდის ასევე მთვარე, რომელიც არის რაღაცა ნეგატიურ მდგომარეობაში მყოფი პირად ურთიერთობას რაც შეეხება თქვენი ერთგვარად დეპრესიაში ჩამგდები, დეპრესიაში ჩაგდებული, აი ესე ფსკერისკენ იძირებით თითქოს რაღაცნაირად უფრო ღრმად და ღრმად გრძნობთ, რომ აი დეპრესიაში მიდიხართ, აი ფსკერისკენ მიდიხართ, რომ ემოციური ფონი მიდის უარყოფითისკენ, ვიდრე დადებითისკენ. ძალიან ბევრი გაურკვეველი მდგომარეობა გაქვთ და შეიძლება არ არის გამორიცხული სავსე მთვარეობამ, ან მთვარის დაბნელება გქონდა ეხლა და მთვარის დაბნელებამაც ერთგვარად აი ამ კორიდორმა რაღაცნაირად თქვენში ეს ტრანსფორმაცია გამოიწვია ურთიერთობის მხრივ და ემოციური ფონის მხრივ, იმიტომ რომ მთვარის დაბნელება ეს არის 100-მაგი და 1000-მაგი სავსე მთვარეობა და ეს არის ძალიან ემოციური ფონი, დიდი ემოციური ფონი როგორც წესი.
რომელმაც უნდა შეცვალოს თქვენი პიროვნება, თქვენი წარმოსახვა, თქვენი ემოციური ფონი, დამოკიდებულება თქვენ პარტნიორთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კორიდორები ტყუილა არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, დაბნელებები არ ხდება უბრალოდ ტყუილა, არც მზის და არც მთვარის, მაგრამ ფაქტია, რომ აი ამ მთვარის დაბნელებამ, ამ ემოციურმა ფონმა რაღაცნაირად თავისი ერთგვარი მიმართულება მოგცათ პირად მდგომარეობაში, სადაც კალდისში ამოდის ტუზი ხმლის, ეს არის ძალიან მენტალურად კარგად განვითარებული ქალბატონი, ქალბატონს ვიძახი და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, ორივე სქესია გაშლა, ძალიან ბევრი ფიქრი რო უყვარს, ძალიან კარგი ლოგიკური მსჯელობა რო უყვარს, აი გამოსავალი რო უყვარს, გამოიტანოს რაღაცა მდგომარეობიდან, ჩიხიდან თავისთავი გამოიყვანოს, კარგი მოაზროვნე ადამიანი, ანალიტიკოსი, კარგად შეუძლია მსჯელობა და ცივი გონებით აწონდა და ერთგვარად აი თქვენი ბოლო ურთიერთობა აი ვიზეც ახლა გაშლა გვაქვს გაშლაზე საუბარი გვაქვს მისი წილიც არის ერთგვარად დამსახურებაც არის მისი რომ აი რაღაცნაირად გასწავლათ ჩამოყალიბებული ესეთი გაწონასწორებული აზროვნებით მიდგომა თქვენ ურთიერთობასთან, პარტნიორთან, საყვარელ ადამიანთან რაღაცნაირად ემოციებიდან დაცლილი კი არ ბრძანდებით, მაგრამ აი თქვენ ემოციაზე წინ მენტალურ მდგომარეობას და ფიქრს, გეგმას, ცივი გონებით მიდგომას ამჯობინებთ ხოლმე. დიდი ნაწილი აქ შეიძლება იყოს ჰაერსტექის წარმომადგენლები, ესენი არიან ტყუპები, სასწორი და მეწყვილის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში გავითვალისწინოთ, რომ ესეც არ არის გამორიცხული, რომ სხვა ნიშანს წარმოადგენთ. თუმცა მენტალური მდგომარეობის ესეთი ფიქრი და ფიქრით მოაზროვნე და ცივი გონებით მოაზროვნე ძალიან კარგი არიან, როგორც წესი ჰაერსტექის წარმომადგენლები, სხვებმა არ მიწყენოთ. უბრალოდ ორი ტუზი, ტუზ-თასი და ტუზ ხმალი უკვე იდენტიფიკაციაზე ამოდის. აპირებს თუ არა უახლოესი ერთი თვის განმავლობაში თქვენი საყვარელი პიროვნება მოქმედებას გავიგოთ. აპირებს თუ არა და რას უნდა ელოდოთ მისი ქმედებით. მესამე ტუზი ჟეზლის. ტუზი ჟეზლის ეს არის ყველა ვარიანტში ქმედება, ეს არის მისი მდგომარეობა, მისი ცეცხლი თქვენთან მიმართებაში, რომელსაც ის ადამიანი გააზრებულად უკვე მიხვდება, რომ ახალი აქვს თქვენთან მიმართებაში თუ განუახლდა ეს ცეცხლი და ეს მიზიდულობა თქვენთან მიმართებაში, რომელიც პრინციპში აი რაღაცა ახალი სანთელივით აენთო, ახლიდან აენთო, ან ახალი ურთიერთობა შეიძლება ნაწილისთვის და ამას აჩვენებდეს 21 მაღალი არკანი ამოდის კალდისში, ეს არის რაღაცა ერთი პერიოდის დასასრული, ანუ ის პერიოდი, რომელიც თქვენ გაუგებრობაში იყავით, დეპრესიაში ვარდებოდით, იძირებოდით თქვენ ნეგატიურ ფიქრებში, ნისლებში, უნდობლობაში, ეჭვიანობაში, ეს არის ძალიან დიდი ეჭვიანობის კარტი და ღალატის კარტი და აბსოლუტურად ყველანაირი ნეგატიური მდგომარეობა შესაძლებელია იმასაც კი ფიქრობთ, რომ ამ ადამიანს თქვენ საყვარელ პიროვნებას მომდის ინფორმაცია და ნაწილისთვის, მცირე ნაწილისთვის, მაგრამ ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს ხოლმე როგორც ასეთი, რომ რაღაცა ჯადოები და რაღაცეებზე ვისაუბრო, მით უმეტეს საერთო გაშლაში, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილისთვის მომდის ეს ინფორმაცია და თუ გრძნობთ ხოლმე ასეთ სიტუაციას, ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ, რამდენად თქვენზეა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია. მცირე შეიძლება 0.5% იყოს მაყურებლის, მაგრამ მისთვის რომ იქნება, რომ იმასაც კი ფიქრობდით, რომ თუ სასიყვარულო სამკუთხედში ხართ, იცით ნამდვილად, რომ მესამე მხარემ მასზე ნეგატივი გააკეთა თქვენ დასაშორებლად ჯადოს სახით, რაღაცა რიტუალის სახით და ეს ერთგვარად თქვენზე მოქმედებდა ესეთ დეპრესიულად, რომ აი რაღაცნაირად უკვე გამოსავალს ვერ ხედავდით. ეს სიტუაციური მდგომარეობა სრულდება 21 მაღალი არკანით, ადამიანი გადადის updates-ს, ასე დავარქვე, მე ასე ვარქმევ ხოლმე ტუზს, ახალი ცეცხლით, ახალი სურვილით იმისი, რომ რაც დაკიდებული და მსხვერპლის როლში იყო ამ ურთიერთობაში და მსხვერპლად გრძნობს თავის თავს, იმიტომ რომ მოქმედება უნდა, მაგრამ დაკიდებულია და ვერ მოქმედებს, ფეხები არ უშვებს, რაღაცა პრობლემები არ უშვებს თქვენთან მიმართებაში, ვიღაცა არ უშვებს, ხელი შემშლელი მოვლენები ყოველას თქვენი გეკნებათ საერთო გაშლაში, აი ამ სიტუაციის დასასრული ერთგვარი ამოდის და რას იმოქმედებს, მაშინ გავიგოთ, როგორი მოქმედებს.
მეფე პენტაკლის ამოდის, ეს არის სტაბილური პარტნიორი, სტაბილური, მყარი ფინანსური საფუძველით მოდის თქვენთან.